რა ხდება წმინდა სინოდში, რატომ აკრიტიკებს კათოლიკოს პატრიარქს და როგორი იქნება საქართველოს ეკლესიის პოზიცია უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრე წაავას ინტერვიუ ნახეთ დღის ამბებში. მე დაგემშვიდობებით, თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ეს საინტერესო ინტერვიუ, ჩვენ შევხვდებით პირდაპირ ეთერში ზუსტად 4 საათზე. მოგესალმებით მეუფე, მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ჩვენი წინა სეზონის ბოლო გადაცემაში საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთეთ და თქვით რომ აღარ არის თქვენთვის პატრიარქი წემსი კეთილი. რა მოყვა თქვენს ამ განცხადებას? უწმინდესთან თუ გქონდათ საუბარი ან სინოდის წევრებთან, მოსაყდრესთან, თუ შედგა კომუნიკაცია ამ განცხადების შემდეგ? მოგესალმებით, მეც გილოცავთ შეობა ახალ წელს. მე როგორც გითხარით და აბსოლუტურად ცივი გონებით თქვი ის, რაც თქვი, რა განცდაც დამეუფლა უსამართლობისა იმ პოზიციით, რაც ბოლო სინოდის სხდომაზე დაფიქსირდა ციანიდის საქმესთან მიმართებაში და რა თქმა უნდა თანმიმდევრულად, ეტაპობრივად მივედი ამ დასკვნამდე, რომ ეს მითი ჩემთვის პირადად ნამდვილად აღარ არსებობს. რაც შეეხება განმარტებას, მინდა გითხრათ, რომ თვით სახარებაში არის კარგად განმარტებული თუ რა არის წყევსი კეთილი და თუ როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ წყევსი კეთილი, მღვდელთავრის თვითონ პირველი სიმოვალეობა, რომელმაც სულით ვისი დასდვას ცხვართათვის და ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები, როგორც სოფლიო ქრისტიანობის ისტორიაში, ისე საქართველოს უახლოეს ისტორიაში ამბროსი ხელაიას პატრიარქი კირიონისა. მაშინ როდესაც ციანიდის საქმე პირველად ეს შოკი იყო მთელი საზოგადოებისთვის და თვით როგორც მისი უწმინდესობა ბრძანებს რომ ცა ჩამოინგრა ჩემთვის თითქოს რეალურად ესე იყო. მეც ამან გადამაწყვეტინა მახსოვს ეს განცდა ჩემი, როდესაც პირველად ესე იგი ჩავედი თბილისში და თითქოს განცდა მქონდა, რომ აი ადამიანები ქუჩაში მიდიოდნენ და მე მიყურებდნენ, ნებისმიერ სასულიერო პირში ხედავდნენ კვლელ მღვდელს. და გადავწყვეტე, რომ აუცილებლად ჩემი მოსაზრება, ჩემი აზრი თუნდაც საზოგადოებისთვის სანუგეშოდ გამეზიარებინა და მადლობა ღმერთს, რომ აბსოლუტურად ეს ინტუიციაც კი სწორი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მამაო მოვინახულე ციხეში თავიდან ვამბობდი, რომ სანამ შევიდოდი ორი ვარიანტი იყო დაშვებული. ერთი ან უნდა ის ყოფილიყო ჯვარცმული ავაზაკი, ანუ ავაზაკი, რომელმაც ცოდა, მაგრამ მოინანია სიკვდილის წინ, თუნდაც ბოლო წუთში, თუ რამე ეს მსგავსი ცოდვა ქონდა ჩადინილი, ან ესე იგი, როგორც აი უწმინდესი კირიონის მკვლელობას, მის უერთგულეს ადამიანს, ტარას კანდელაკს აბრალებდნენ და თვითონ ამბობდა, რომ მე სული საცხონებლად მარტო ის მეყოფაო, რომ ის დამაბრალესო, ეს ცილის წამების მსხვერპლი გავხდიო. თვითონ ამბობდა, პატრიარქსაც კი აქვს ეს ჩვენთვის ნათქვამი და ფაქტიურად, როდესაც გავერკვია ამ საქმეში, აღმოჩნდა, რომ მამაო ნამდვილად არის მსხვერპლი ამ ცილის წამებისა. და როდესაც ამ წინააღმდეგობას, ამ ვერაგულ პოლიტიკას შევხვდი და დავინახე ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა, იქ თანამონაწილეობა იკვეთება ასევე სასულიერო პირების და ეკლესიის საპატრიარქოს რაღაც ჯგუფის მხრიდან. მე გადავდგი ბიბლიური და ზოგადად ისეთი სახარებისეული ნაბიჯი, ჩვენ ქრისტიანები სახარებისეულად უნდა ვაზროვნდეთ და ცხოვრობდეთ და მოქმედებდეთ. გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. რომ ნებისმიერ განსაცდელში მყოფ ადამიანს ის პატიმარია თუ ავადმყოფი, მოწყალე სამარიტელის მიხედვით, ანუ თავად უნდა გაითავისო და გასწირო თავი მის გადასარჩენად. უსამართლობას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, უზნეობას, ფარისევლობას. ფარისევლობა მიიყვანა კაცობრიობა ქრისტეს ჯვარცმამდე. აი ეს უნდა იქნეს მხილებული, თორე აისახება ერთზეც, ხო ხედავთ, აი რამდენი წელი გავიდა, საქართველოს დღემდე რა მდგომარეობაშია, ვერ გაგვირკვევია. რა მიგვიყვანა ამ აგრესიამდე? უსამართლობა მიგვიყვანა, რომ სამართლის განცდა არ არის. და პირველ რიგში ეკლესიაში უნდა მოხდეს. კანონიკური სამართალი გვაქვს ჩვენ, ამაზე უკეთესი არ არსებობს. ანუ და დავსხდეთ, კრება იქნეს მოწვეული და ახალ კანონებზე ვიფიქრეთ, როგორც ეს დავით აღმაშენებლის დროს მოხდა, რუისრგმისის ძეგლის წერა, თავის კანონები მიიღო და დღემდე ასევე მოქმედებთ ხელმძღვანელთა კანონებით. ანუ და მივიღოთ ახალი კანონები და იყოს კანონის უზენაესობა,
როგორც უნდა იყოს ერში, ისე ეკლესიაში კანონიკური სამართლის უზენაესობა. ან აუცილებლად მივდივართ ღმერთთან უქნას და არეულობამდე. სინოდიდან სინოდამდე კათოლიკოს პატრიარქი მართავს ეკლესიას. დებულების თანახმად. და სინოდი, რომელიც აი ჩვენ ხედავთ, რომ მხოლოდ რაღაც 2-3 საათით წელიწადში ორჯერ იკრიბება, თუნდაც ეს ბოლო წლებს თუ გადავხედავთ. მე მიმაჩნია, რომ სინოდის ხდომების, რომ ამდენი პასუხგაუცემელი შეკითხვებია, დღეები, კვირაები უნდა გრძელდებოდეს, სანამ არ ამოვწურავთ, აი მე არაერთხელ მithქვამს, როდესაც სამღვდელოების კრებას ვატარებ ეპარქიაში, ისე არ ვიშლებით, რამდენიც არ უნდა გაგრძელდეს დრო, სანამ ყველა სასულიერო პირი არ ამოწურავს, არ იტყვის თავის სათქმელს. არ უნდა დამთავრდეს კრება ისე, რომ ვინმეს დარჩეს სათქმელი, რაც არ უნდა გულუბრიყვილო იყოს. მით უმეტეს ესეთი საზოგადოების ინტერესს რო იწვევს, როგორც არის ციანდიდი საქმე. ადრე პატრიარქს წმინდა სინოდი. არ არის რომ უმოქმედო არის არ მოქმედებს საეკლესიო კანონიკური სამართლის მიღება ფუნქციონირებს. კანონიკური სამართლის თუ არა რომ ასეთი განცხადებების გამო შეიძლება დაგატოვებინონ წმინდა სინოდი. ყველაფერი ღვთისნებაა. სათხართ ამ ყველაფრისთვის კი, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის სათავარ. უკრაინის საკითხი ასენეთ აჟიოტაჟია ამ თემაზე საზოგადოებაში სინოდს არ მიუღია გადაწყვეტილება, რის გამოც არის კრიტიკა სინოდის წევრების მიმართ და რამდენიმე წუთის წინ ნახე შემოქმედელი მიტროპოლიტის მიუწვა ეკლესიასთან დაკავშირებით. რატომ ვერ ეხერხებს წმინდა სინოდი ამ საკითხზე საბოლოო პოზიციების შეჯერება და საინტერესოა როგორ არის პოზიციები გაყოფილი, არგუმენტები ამ შემთხვევაში რამდენად წონადია იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა მოცდა, საკითხის შესწავლა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ არანაირი წონადობა იმ არგუმენტებს, რომ ჩვენ ეს არ დავდგეთ სიმართლის მხარეს და 50 მილიონიან ქვეყანას, რომელმაც 10 წლეულები იბრძოლა, რომ ქონოდა დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია და მიაღწია ამას, რომ არ მიულოცოთ და მათი სიხარული არ გავიზიაროთ, ჩვენ როდესაც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან თვით წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა ავტოკეფალიის საკითხს. შემდეგ გადაიდო 917-ში გამოაცხადეს ჩვენმა თავგანწირულმა ავტოკეფალისტებმა წმინდა პატრიარქებმა და მღვდელმთავრებმა ეს მოახერხეს. 53 წლამდე ველოდებოდით, სანამ ესე იგი რუსეთის ეკლესია გვაღიარებდა და ისინი გახდნენ მაშინ იძულებული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ჩარევა იყო იმ დროინდელი მმართველის მხრიდან და შემდეგ 90 წელს მივიღეთ ტომოსი. და როგორი ბედნიერება იყო ეს ჩვენთვის. და შეუძლებელია, რომ ეს ხუსი ბედნიერება მაშინ რუსეთის ეკლესიას უნდა მიემსგავსო ღმერთმა დაიფაროს, რომელიც ყაენის მდგომარეობაშია, აი ძმამ რო შურით ძმა მოკლა. აი ეს ყაენისეული მდგომარეობა, როცა ქშურს მისი წარმატება. რუსეთის ხელისუფლების და სპეცსამსახურების გავლენა არის წმინდა სინოდზე, რომ ვერ ხდება გადაწყვეტილების მიღება. ეს გავლენა რა დოზით, სად მე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგი კულტსფელია. ზოგს მართლა მიაჩნია, რომ მეტი სიფრთხილეა საჭირო. ზოგს მართლა მიაჩნია, რომ რაღაც აფხაზეთში შეიძლება პრობლემები. ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ გამოჩნდება მთავარია, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე იზეიმებს და ჩვენ სამართლობის მხარეს ვერ დავდგებით, გამორიცხული არ არსებობს, მით უმეტეს ესეთი ინტერესი აქვს უკვე საერო საზოგადოების მხრიდან და მადლობა ღმერთს, ეს არის გარდაუვალი, იმიტომ რომ ეს არის სამართლიანობა, რომ უკრაინას აქვს, როგორც მას უკვე მოიხსენიებენ, უკრაინის უწმინდესი ეკლესია, ანუ დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია. შეიძლება თუ არა, რომ თუმცა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით იყოს გადაწყვეტილება მიღებული იმ აზრის საწინააღმდეგოდ, თუნდაც რომელიც თქვენ გაქვთ ან საზოგადოებაში. არა, ამის მცდელობა ახლა ბუნებრივია, მე ვიცი რომ უკრაინის მხრიდან, მაგალითად საელჩოა თუ სხვა მათი ისინიც პატრიარქსაც კი შეხვდნენ და მათი მხრიდანაც იყო და არის მცდელობა რომ ჩვენ დაუჭიროთ მხარი და აღიაროთ და ასე შემდეგ მიულოცოთ. თავისთავად რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ახლა რომელიც ძალიან დეტალებში ერევა ხოლმე და თავის დროზე როგორც ხუმრობით ამბობენ, კოლმეონების თავმჯდომარე არ ინიშნებოდა საბჭოთა პერიოდში და ახლა დღეს ესე არ არის, მით უმეტეს ამ ბოლო წლებში უფრო მეტად რაღაცა უფრო მეტად ძლავრად გაძლიერდნენ და რაღაც უფრო მეტად არის ეს გავლენები საქართველოს ჩვენ ხედავთ თუ სპეცსამსახურებში თუ სხვაგან თუ ასე შემდეგ თუ ბორდერიზაციის პროცესში თუ თავშოთ სხვადასხვა საკითხებში.
მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ, რასაც თქვენ თქვით, რომ პატრიარქი აღარ არის თქვენთვის წემსი კეთილი, მათ თქო რომ მე გავაკეთებ ჩემს გასაკეთებელს თუ არ შეინანა და თქვენ შედარებაც გააკეთა, რომ ბასილ კალაუშვილი, რომელიც განკვეთილია, უფრო პატიოსანი მხდელია ვიდრე პეტრეცა. სამწუხაროა და ძალიან არასერიოზული მეუფეს მდგომარეობა და აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ეკლესიის დისკრედიტაციაზე, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია თავშად, როდესაც იგივე საუბრობ, როდესაც სადაც სულიერი ძალა ეკარგება ადამიანს, იქ გადადის ფიზიკურ ძალაზე. აი, ამ რეალობის წინაშე დგავართ და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი მითი უნდა დაიმსხვრეს. ადრე, როდესაც მეც გულბრიყვილოდ ძალიან ხშირად მინდოდა დამეჯერებინა, რომ აი პატრიარქმა თითქოს რაღაც არ იცის და რაღაც არ არის ბოლომდე ინფორმირებული და ასე შემდეგ. მას შემდეგ რაც უწმინდეს თუნდაც ციანიდის საქმესთან მიმართებაში ოპერაციაზე შესვლამდე, საბედისწერო ოპერაციაზე შესვლამდე უთხრეს, რომ აი დაკავებულია დეკანოზი მამალაძე, რომელიც მისი უახლოესი და უერთგულესი პიროვნება და გარემოცვა იყო პატრიარქის. თქვენს მოსაკლავად თურმე მიდიოდა უკვე ფაქტიურად მაშინ, როდესაც პროკურატურას ბრალი ქონდა დივან რეფერენდზე წაყენებული. და პატრიარქს როცა უთხრეს, რომ მოდიოდა დეკანოზი თქვენს მოსაკლავად თურმე მოსაწამლად და ამიტომ არის დაკავებული, აი ეს როცა უთხრეს პატრიარქს, უკვე მე ვერ დავიჯერებ, რომ მან რაღაც არ იცის. ამიტომ რა თქმა უნდა შეაფასოს ეს განცხადებები და საქციელი ყოველი ადამიანის. ამიტომ ვითხოვდი მე წინა სინოდზე, ამიტომ გავასაჯარო ეს ჩემი წერილი, რომ ყოველას განცხადებები უნდა შეფასდეს. მე პასუხისგებელი ვარ ჩემ სიტყვებზე, დღესაც, ხვალაც, 10 წლის შემდეგ და სიკვდილის შემდეგაც. რა ხსნაგობთ, რის გამოახდება თქვენ მოთხოვნების შესწავლა, პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რომელიც გაქვთ პატრიარქისგან, სინოდის წევრებისგან, მოსაყდრისგან და ასე შემდეგ. არ ვიცი რითი არის დაშინებული ამ საკითხზეც არ ვსჯელობენ. ხა ჩემთან მაგალითად იყო ისეთი ვიზიტი ერთ-ერთი თუ შეხვედრისას, აი მითხრეს, რომ პატრიარქს არ უნდა ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მას ჯერა იმ ვერსიისა, რომ მეუფე დიმიტრი იყო ამ საქმეს ჩარეული. წარმოგიდგენიათ როგორი სიბინძურეა? და მე ვუთხარი, რომ თუ ესე არის, მაშინ მეუფე დიმიტრი რატო უნდა გასამართლდეს დაუშვათ თუნდაც ეკლესიურად და არ აქვს პასუხი. მე რა თქმა უნდა ამას გამოვრიცხავ. მაგრამ აი როგორი სიბინძურია გასაჩერებლად. ხვდებით როგორ ზეწოლასთან გვაქვს. აი როგორ ბინძურ მეთოდებს იყენებენ ამ საქმესთან მიმართებაში, რომ თავიდანვე ნუ რა მნიშვნელობა აქვს თქვენს ადამიანებმა მითხოს კომპეტენტ სასულიერობირებმა დიახ. წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე? დამდროს მამაოც ხო ამბობს იქ წერილებიც გამოგზავნა, რომ ცა დამაკავეს დაუშვათ თხოვდნენ რომ უნდა იღიარებინა რომ მეუფესა და სოსო ხანაშვილის რომელიც სიძე იყო ოჯახისა და დაცვის უფროსი პატრიარქისა მის დავალებებს მოქმედებდა. მე კიდე აი ენით გამოუთქმელი ასევე სიბინძურე შესთავაზეს მეორე ვარიანტად მამაოს. უბრალოდ ამას ვერ ვიტყვი ვერაფრით. და ღმერთმა ნუ გააგო საზოგადოებას თუ რა შესთავაზეს იმისათვის რომ ის გამოსულიყო და განთავისუფლებულიყო. წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე? ეს იყო ძალიან დიდი უზნეობა. ვის ეხებოდა ამ შემთხვევაში? ეკლესიას ეხებოდა, რა მნიშვნელობა აქვს? ეკლესიას ეხებოდა. ამის ხარჯზე და შემოეთავაზა მამაოს საზოგადოებას. დიახ. ამის სანაცვლოდ მას გაათავისუფლებს. დიახ. ნუ მე როგორც მეუნება, პირადად როგორც მითხრა, როგორც მომიყვა და მედი მაქვს რომ სხვებსაც ეთყოდა იგივეს ვინც მოინახულა. ძალიან დიდ უხერხულობაში ვართ ჩვენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობს, ვიცი, საუბრობს ალბათ სადაც საჯაროდ? ვიცი, მე პირადად წინააღმდეგი ვარ რომ საჯაროდ ისაუბროს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ღმერთმა ნუ გააგოს საზოგადოებას რა უზნეობასთან გვაქვს საქმე, ამ საკითხთან, აი რა დონის დაცემასთან გვაქვს საქმე. ძალიან მარტივია. აი ამიტომ კიდევ ერთხელ გამოსავალი არის, რაც 2 წლის წინ არ გავაკეთეთ ჩვენ. და შეცდომა დაუშვით, რომ ჯობია დავისაჯოთ სიმართლისათვის. ვიდრე ტყუილით გავმართლდეთ. მადლობა.